გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესოქა აფიანიძე გაგაცნობთ. შეტევის მეორე ტალღა ეკლესიაზე ამჯერად მეუფეშიოსა და პატრიარქის არჩევნების პროცესზე დისკრიმინაციული განცხადებები ტელეპირველის ეთერში მეუფე ზენონმა გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის. ზენონის მოსაზრებები იგივე პათოსით მალევე სხვადასხვა მედია პლატფორმამ გაავრცელა, რამდენიმე მათგანმა კი დაასპონსორა კიდეც. ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილიც. მმართველ გუნდში კი ანტიეკლესიური ძალების გააქტიურებაზე და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობენ. ანუკა ბუავა გვერდდება თემით. პირდაპირ ეთერში ანუკა გისმენთ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია ახლა არ დაწყებულა, ის დაიწყო გაცილებით ადრე, წლების წინ, მაშინ, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავდასხმა იყო როგორც ილია მეორეზე, ასევე იერიშის სამიზნე მუდმივად იყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომლის მიმართაც ისმოდა არაერთი შეურაცხმყოფელი თუ მძიმე განცხადებები, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე სასულიერო პირების მხრიდან, რომლებიც სამწუხაროდ მაშინაც აქტიურობდნენ და აქტიურობენ ახლაც. ამ შემთხვევაში კამპანია გრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა ეკლესიაზე იერიშისა და კონკრეტულად მიტროპოლიტ შიოზე შეტევის მიმართულებით და აქ ჩართული არიან სასულიერო პირებიც, როგორც გითხარით. ამ შემთხვევაში განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა, საუბარია მეუფე ზენონზე, რომელსაც ეთერი დაუთმო ტელეპირველმა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის 1 საათის განმავლობაში საუბრობდა ეკლესიაზე, საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე სინოდის ხდომაზე და მიტროპოლიტ შიო მუჯირზე. თუმცა ამ 1 საათის განმავლობაში მეუფე შიოზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. კარგი მეუფე ზენოს, მან თქვა, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე საშიშია ქართული ეკლესიისთვის და ეს განცხადება გააკეთა იმ სასულიერო პირის მიმართ მეუფე ზენონმა, რომელიც არის თავად პატრიარქის მიერ გამორჩეული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ჯერ კიდევ 9 წლის წინ 2017 წელს. თუმცა აქ ასევე არის კიდევ ერთი დეტალი, მას შემდეგ რაც მეუფე ზენონმა გააკეთა ასეთი მძიმე შინაარსის განცხადება და ასევე სხვა ტიპის შეურაცხმყოფელი განცხადებებიც ისმოდა, მალევე ეს ინფორმაცია გავრცელდა, თქვენც აღნიშნეთ, სხვადასხვა მედია საშუალებებსა თუ საინფორმაციო სააგენტოებში სათაურების სახით გავრცელდა ის განცხადება, რაც მეუფე ზენონმა ტელეპირველის ეთერში გააკეთა. ამ პროცესში წლების წინაც და ახლაც ჩართული არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ისინი განსაკუთრებულად აქტიურობდნენ როგორც პატრიარქის, ასევე მიტროპოლიტი შიოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში არმაზახვლედიანმა ასევე ერთ-ერთი მედია საშუალებაში განაცხადა და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა სასულიერო პირების მისამართით, საუბარი არის სინოდის წევრებზე, თავად პატრიარქის არჩევის პროცესს კი მან ფიქცია უწოდა. მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. მოვლენები რომ როგორც განვითარდა, ეხლა რის წინაშე ჩვენ დგავართ, მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ამ ადამიანმა მე დამანახა, რომ არის უსამართლო. მსჯავრი არ აქვს სამართლით. უამრავ რაღაცაში. მეუფე შიო არანაირი ის არ იყო, ასე ვთქვათ, აქტივისტი. ეს არჩევნები კი არა, ეს ფიქციაა ფაქტობრივად. გაუნათლებლები მეუბნებიან მეუფე ისაიას, რომ დიპლომი გვაჩვენეო. მეუფე დანიელს მეუბნები, რომ ასაკს გიწუნებო, რას სითავ ხედეა. მეუფე იობს, ვის რას უბედავ, ვინ ახალ, oi საოცრებავ, ღმერთო დაგვიცავი სადავარ. ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდშიც, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი შეტევები ეკლესიაზე, თავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე წლების წინ დაიწყო და შესაბამისად მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს პროცესი, თუ კი მასში ჩართული არიან თავად სასულიერო პირები, ან თუნდაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც საკმაოდ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ, აზიანებს ქართულ ეკლესიას, შესაბამისად მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით საფრთხილო არის ახლა მსგავსი შინაარსის განცხადებები. არ მინდა ხმად შევიდე შეფასებებში, იმიტომ რომ თვითონაც მღვდელმთავარია და თვითონ მღვდელმთავრები მიუჩენენ მას თავის ადგილს, ასე მიმაჩნია მე.
მაგრამ თვითონ მისი დამოკიდებულება სინოდის დანარჩენი წევრებისადმი, რომელსაც შიგსაცხებს ეს როგორც შეგვიძლია შევაფასოთ. შეგვიძლია მხოლოდ ერთი ამით შევაფასოთ. ზეგავლენას დანარჩენი სინოდის წევრები კი არ განიცდიან. ის განიცდის ზეგავლენას. ის რომ მეუფე ზენონის განცხადებას ავრცელებს ეს მედია საშუალებები, დანარჩენი ოპოზიციური არხები და ზოგადად ჩვენი ოპოზიციის ესე ვთქვათ რადიკალური ოპოზიციის წევრები ეს იმას ნიშნავს და მეტყველებს ზუსტად რომ მათთვის მოსაწონი კანდიდატი ვერ იქნება პატრიარქი, ამას მიანიშნებს. მეუფე ზენონის განცხადება არის მათთვის მისაღები, იმიტომ რომ თქვათ დაუპირისპირდება მეუფე შიოს და ეს არის ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაუპირისპირდება მეუფე შიოს და მათთვის მიუღებელ კანდიდატურას, ეს არის მათთვის მისაღები ენა. და შესაბამისად მოხდება მაგათი გავრცელებაც, აფიშირებაც და მხარდაჭერაც. ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი კი ჯერ კიდევ წინ არის 17 მაისამდე უნდა ჩაინიშნოს გაფართოებული სხდომა, სადაც 3 კანდიდატიდან უნდა გამოარჩინონ ერთი, ვინც შემდგომ გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. თავად სხდომის თარიღი ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა ცნობილია ადგილი სამების საკათედრო ტაძარში იქნება გაფართოებული სხდომა, რომელსაც 2000-მდე დელეგატი დაესწრება. აქ ხმის უფლება ექნება 29 მღვდელმთავარს, ისევე როგორც სინოდის სხდომა, რომელიც 28 აპრილს გაიმართა და სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩიეს, მათ შორის იყო მიტროპოლიტი შიო მუჯირი ხმათა უმრავლესობით, რომელმაც 20 ხმა აიღო სინოდის სხდომაზე. შესაბამისად ახლა წინ არის გაფართოებული სხდომა, რომლის თარიღიც, როგორც გითხარით, ჯერჯერობით არის უცნობი. მადლობა ანუკა, პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. ჯაშუშობა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი დღეს ოფიციალურად უნდა წარუდგინონ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა. სუსის ინფორმაციით ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა. კურიერმა შეძლო იმის გარკვევაც, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფო სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით. გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს. გამოძიება 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯაშუშობის საქმეზე უფრო მეც ნანა გოგატაძე მოგვიყვება. ნანა, პირდაპირ ეთერში ხარ. ძიმე ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მას ბრალის ოფიციალურ დადგენილება სულ რამდენიმე საათში გააცნობენ. იქამდე ჩვენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულის უფლებადამცველს ვესაუბრეთ. ადვოკატი ამბობს, რომ უკვე შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა როგორია ბრალთან დაკავშირებით თავად უძილაურის პოზიცია, ეს ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროისთვის საქმის მასალებს არ იცნობს. მას შემდგომ რაც ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს გიორგი უძილაურს, ველოდებით უკვე სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, რომელიც სავარაუდოდ დღესვე გაიმართება და დიდი ალბათობით იქნება დახურული, სადაც მსაჯული იმსჯელებს უკვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ დროს გახდება ჩვენთვის ცნობილი თუ როგორი იქნება თავად დაცვის მხარის ბრძოლის სტრატეგია. იქამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გუშინ გაიმართა, საიდანაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ კონტრდაზვერვის სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. კურიერმა გაარკვია, რომ ეს პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი უძილაურია და კურიერმა გაარკვია ის, რომ გიორგი უძილაური ჯაშუშობდა ევროპული სახელმწიფოსთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ფარული და გაირკვა ის, რომ გიორგი უძილაური უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემატიურად აწვდიდა საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმაცია, საუბარია საიდუმლო ინფორმაციაზე, მათ შორის სუსის ინფორმაციით გიორგი უძილაური უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ინფორმაციას აწვდიდა სხვადასხვა გზებით, მათ შორის იმართებოდა კონსპირაციული შეხვედრები და ასევე ბრალდებული იყენებდა ელექტრონულ მოწყობილობებს. სუსის ინფორმაციით და გამოძიების ინფორმაციით დადგინდა ისიც, რომ გიორგი უძილაური ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა როგორც პირად კავშირებს, ასევე მოქმედ და ყოფილ თანამდებობებს. ბრალი თუ წარუდგინეს, უბრალოდ ეს მაინტერესებს. არ წარუდგენიათ. როდის წაუყენებენ დღის განმავლობაში? საქმის მასალებს იცნობთ თქვენ ან შეხვდით უკვე? მისი პოზიცია
მისი პოზიცია როგორია? ეცეთ ცოტა მოგვიანებით გადაგეთ. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ჯაშუშებთან ბრძოლა რთული და ხანგრძლივი პროცესია და ხშირად ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულად აკეთებს, თუმცა სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ სუსის ბრიფინგიდან ირკვევა და დასტურდება ის, რომ კონტრდაზვერვის სამსახურს ამ კონკრეტული პირის წინააღმდეგ არაერთი უტყუარი მტკიცებულება აქვს, თუმცა მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ამ მტკიცებულებების მიუხედავად კონკრეტული პირების სამართლებრივი საქმის პოლიტიზირებას ცდილობენ. ჯაშუშებთან ბრძოლა ზოგჯერ არ ხდება ისე გამოტანა ამ საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საჯაროდ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე ხმამაღლა განაცხადა ამის თაობაზე და ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც სუსმა თქვა, რომ აქვთ უამრავი მასალა, აქვთ ჩანაწერები, ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალები. ანუ მიანიშნა, რომ სრული პაკეტი აქვს მტკიცებულებებისა. გამოუჩნდნენ დამცველები ამ ადამიანს ინფორმით, რომ ეჭვი არ შეაქვთ, რომ მომავალში ვნახოთ სასამართლოზე გაირკვევა ეს საკითხი. უკვე თითქოს ეს არის რაღაცა ყალბი ნარატივი და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მიიღეს დავალება, რომ ამ ჯაშუშის ან ესე იგი ეჭვმიტანილის გამართლება ამ ეტაპზევე დაიწყო. გიორგი უძილაურის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯაშუშობას გულისხმობს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა ნანა, პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ ნანა გოგატაძეს. ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირება. ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის შემდეგ ამჯერად საკუთარ ამომრჩეველსაც აკრიტიკებენ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ არ ესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მას ხალხის გაღვიძების ვალდებულება აქვს. ოპოზიციის გეგმების უპერსპექტივობაზე და რადიკალურ მიზნებზე საუბრობენ მართლ გუნდში. თემას პირდაპირ ეთერში განავრცობს ლელა ჯავახიშვილი, რომელიც შემოგვიერთდება ახლა. ლელა, გისმენთ. ჯერ დაანონსეს პოსტფაქტუმ კი არკვევენ აქვთ თუ არა რესურსი აქციის ჩასატარებლად. ზურაგირჩი ჯაფარიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია ხალხს ვერ აგროვებს და სწორედ ამიტომ საყვედურობს სკეპტიკურად განწყობილ ამომრჩეველს. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი მათ უნიჭოებს უწოდებს და შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართავს, აცხადებს, რომ მას როგორც პოლიტიკოსს ვალდებულება არ აქვს ხალხის მობილიზაციის და შენიშვნას ვერ მიიღებს მათგან, ვისაც ოპოზიციის მისამართით კითხვები გააჩნია. ამას ამბობს მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ საჯარო დიხილა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პარტიების მწვავე დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები. ამ ფონზე კი უკვირს, რამ გამოიწვია იმედგაცრუება მათსავე მხარდამჭერებში. ესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტებს, რატომ უნდა გამოვიდეთ, ასჯერ გამოვედით და მე რა. ოპოზიცია ტრალია ყველაფერი, ოპოზიცია არ ვარგა. ეს კლასიკა უკვე ყველა უნიჭო და ამას იმეორებს 24/7-ზე. თითქოს ვინმეს ან მე ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაცა ის კონდეს განსაკუთრებული ვალდებულებები კონდეთ ან რაღაც სასწაულები ჩავიდინოთ. იმიტომ რომ პოლიტიკოსი ქვია, აი ნუ მართლა რაღაც პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს, მეგონება მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს ამ ხალხის გამოყვანა. ტონი, რომლითაც ჯაფარიძე ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს, ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ოპონენტებს ხალხთან კომუნიკაციის რესურსი არ აქვთ. ელექტორალურ კრიზისს უკავშირებენ იმ ფაქტსაც, რომ ალიანსმა დაანონსებული რეგიონული ტურნე შეწყვიტა და მწვავე ურთიერთდაპირისპირების შემდეგ უკვე მცირე რიცხოვანი მომხრეების შეურაცხყოფაზე გადავიდა. ოპოზიცია ელექტორალური კრიზისია ეს. არ აქვს ალაპარაკო და შესაბამისად ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული ხალხში გასვლის და ვერ გადის. ზუსტად ბატონი გირჩიც მაგას ამბობს. ეხლა გაახსნა, რომ თითქოს თვითონ არ აქვს ვალდებულება ხალხის გამოღვიძებისა. ჩვენ ვხედავდით, რასაც აკეთებდნენ ესენი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხალხის მოტყუების პოლიტიკით იყვნენ დაკავებულები, შესაბამისად იგივეს აკეთებენ, რაც არიან ოპოზიციაში უკვე 10 წელზე მეტია. ხომ და შესაბამისად მაგაზე საუბრობს ზურაგირჩი ჯაფარიძე, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ეხლა მაგას ვერ აღიარებენ და
ხშირად ამბობენ, რომ რატო გვაქვს ჩვენ ვალდებულება ხალხის გაღვიძების. სასაუბრო ენა არ აქვს და რა ენაზე ესაუბრონ, ის არიციან ხალხს დღეს. ეს არის მთავარი პრობლემა მათი. ვიდეო მიმართვა, სადაც ზურაგირჩი ჯაფარიძე საკუთარ მხარდამჭერებს და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით ოპოზიციურმა ალიანსმა რეგიონული ტურნე 26 მაისამდე შეაჩერა. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სავაჭრო მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. ეს იყო იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი საკითხები. ბაქოში მხარეებმა განიხილეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ტრანსადრიატიკული მილსადენის გაფართოებას ითვალისწინებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის ფონზე სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიამდე აღწევს, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უალტერნატივო მარშრუტად ყალიბდება. შეფასებები კეთდება თბილისშიც. მმართველი გუნდის განცხადებით ახალი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ევროპას საქართველოს სჭირდება. საკითხს პირდაპირ ეთერში განავრცობს შოთა ფალავანდიშვილი, შოთა გისმენთ. იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ბაქოში 13 წლის განმავლობაში და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტად შეიძლება შეფასდეს, როგორც ამას თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და იტალიის პირველმა პირმაც უწოდეს. საუბარია, ასე ვთქვათ, ნავთობიმპორტის გაზრდაზე და ბუნებრივი რესურსების ევროპაში გადინებაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან უნდა მოხდეს, როგორც ასე ვთქვათ, ლიდერები განმარტავენ, აზერბაიჯანმა უკვე შეიძინა 4500 გასამართის იტალიაში და გახდა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ამ კუთხით და მომარაგების თვალსაზრისით აზერბაიჯანი, ასე ვთქვათ, იტალიის 16%-ს მოამარაგებს უკვე ნავთობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ევროპის პირდაპირ დამოკიდებული ხდება აზერბაიჯანზე და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს, ასე ვთქვათ, შუადერეფნის გავლით. ლიდერების განმარტებით უსაფრთხო ალტერნატივა ჰორმუზის სრუტის და ენერგოუსაფრთხოება ზოგადად ევროკავშირის არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ამ როლს, ამ ასე ვთქვათ, ფუნქციას ერთ-ერთ მთავარ დატვირთვას სწორედ აზერბაიჯანი იკისრებს, რაც ორი, ასე როგორც ევროკავშირის, ისე კავკასიის რეგიონისთვის სტრატეგიულად მომგებიანი იქნება. იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს. გასულ წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ წლების განმავლობაში ჩამოვყალიბდით როგორც ერთმანეთის საიმედო და მყარი პარტნიორები. გასულ წელს აზერბაიჯანმა ჯამში 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 9.5 მილიარდი იტალიის ბაზარზე გავიდა. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ მიწოდების მოცულობის შემდგომი გაზრდის პერსპექტივები, რაც თავის მხრივ დღის წესრიგში აყენებს ტრანსადრიატიკული მილსადენის გაფართოების აუცილებლობას. რაც უფრო იზრდება ჩვენს გარშემო არასტაბილურობა, მით უფრო მნიშვნელოვანია იმ მყარი საფუძვლების გამტკიცება, რაც გაგვაჩნია. აზერბაიჯანიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იტალიის ენერგოუსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ეს კავშირი არა მხოლოდ მოცულობების ზრდით, არამედ მაღალ ტექნოლოგიური სამრეწველო პარტნიორობით მთელი წარმოების ჯაჭვის გასწვრივ. ახალ სავაჭრო კავშირებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისშიც. საქართველოში აცხადებენ, რომ შუადერეფნის როლი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური კუთხით ამ შემთხვევაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება. შესაბამისად, საქართველოს საჭიროება, როგორც სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ყველაზე მშვიდობიანი დერეფნით აკავშირებს, მაქსიმალურად გაიზრდება, მათ შორის ევროკავშირისთვის და გახდება კიდევ უფრო საჭირო, ვიდრე ეს აქამდე იყო, რაც როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებას, ასევე ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. გეოპოლიტიკა არის გეოპოლიტიკა, რეალობაც არის რეალობა და საქართველოს გარეშე ენერგომომარაგება ევროპის აზიიდან პრაქტიკულად შეუძლებელია.
ალტერნატიული გზები იარსებებს, მომავალშიც იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მარშრუტი, რომელიც გაკვალულია და რომელსაც აქვს ფართო შესაძლებლობები, ამის იგნორირება არის შეუძლებელი. სამწუხაროდ ზოგიერთ ევრობიუროკრატს ან რუქა არ აქვს, ან ამ გაზსადენების და ამ ნავთობსადენების მარშრუტები არ შეუსწავლია. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ გაკვირვებული დარჩები, მაგრამ არავითარი გაკვირვება არ შეიძლება კონდეს ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ მათ ყალბი ნარატივები რეალობას ურჩევნიათ უკვე დიდი ხანია. აზერბაიჯანსა და იტალიას შორის ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, ნავთობ იმპორტის გაზრდასთან დაკავშირებით გუშინ გაფორმდა. იტალიის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ხდება აზერბაიჯანი და ზოგადად კასპიის ზღვის სიმდიდრის ევროპაში გადინება ხდება უალტერნატივო იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი უკვე დიდი ხანია მძვინვარებს, როგორც საქართველოში აცხადებენ, ამ სავაჭრო კავშირში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს როგორც შუადერეფნის როლი. მადლობა შოთა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა შოთა ფალავანდიშვილი. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება მშენებლობას ევროპული დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Yanden Ullenvi ახორციელებს. მარიამ ქრიუშულთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან და მათთან ერთად ჩვენ ოპტიმიზაცია მოვახდინეთ პირველადი კონტრაქტის ღირებულების და მოხდა პროექტის გაიაფება 52 მილიონი დოლარით. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კომპლექსური ინფრასტრუქტურა, სადაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მოეწყობა საპორტო ინფრასტრუქტურა და მეორეს მხრივ მომიჯნავე ინფრასტრუქტურა, როგორიც არის მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ასევე მოეწყობა პორტთან მისასვლელი გზა, ისევე როგორც რკინიგზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს აქცენტი კეთდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე. 2024 წელს გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერი, სადაც გაიმარჯვა ბელგიურმა კომპანია Yanden-ულმა. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისაგან, მობილიზება და პროექტირება, რაც დასრულებულია ამ ეტაპისთვის და სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში. ანაკლიის ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ვიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად. ჩვენ გეგმიურად მივუყვებით პროექტის გრაფიკს და ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. ტალღმტეხთან დაკავშირებული აქტივობები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საზღვაო ინფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი დასრულდება. დღეს თბილისის მთავრობის ხდომა გაიმართა კახაკალაძის განცხადებით, მერიამ რევმატოიდური ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი აქტემბრა პროგრამის დაწყებიდან 2025 წლის სექტემბრიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსა. მერის თქმით, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ყოველ 3 თვეში ერთხელ აქტემბრას მისაღებად საჭირო მატერიალიზებულ ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს შეიძენს. თბილისის მერიის მიერ დაწყებული პროგრამის ფარგლებში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი აქტემბრა უკვე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა. პროგრამა ყოველ 3 თვეში ერთხელ აქტემბრას მისაღებად საჭირო მატერიალიზებულ ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს. მინდა კიდევ ერთხელ ინფორმაციისთვის საზოგადოებას უთხრა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო კულა არ აღემატება 150,000 მედიკამენტი სრულად 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ით. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის მხოლოდ რაღაც ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის, როგორც გითხარით, ადამიანების წინაშე აღებული უდიდესი ვალდებულება, არის ზრუნვა მათ ღირსებაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს კონდეს წვდომა იმ მკურნალობაზე, რაც მათ რეალურად ჭირდება.
სუსის უფროსმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა აკადემიის მნიშვნელობაზე, ასევე მის ინსტიტუციურ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე და ახალი პროექტების მხარდაჭერა. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სტუმრობისას სუსის ხელმძღვანელმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად საექსპერტო კრიმინალისტიკური და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელოვან როლს საგამოძიებო პროცესში და აღნიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევები დანაშაულის დროულ და ეფექტიან გახსნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. შეხვედრის ფარგლებში სულხან თამაზაშვილი გაეცნო დეპარტამენტების მიმდინარე პროექტებს და დეტალური ინფორმაცია მოისმინა მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა $10,000 ოდენობის 100 ცალი $100 ყალბი კუპიურა და 350 ევროს ოდენობის ყალბი ფული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. დანაშაულის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ახლა კი უცხოეთი ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის პროექტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დროებით ჩერდება. წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით მიიღო. ირანის განმარტებით კი შეერთებულმა შტატებმა პროექტ თავისუფლების მიზნებს ვერ მიაღწია და ტრამპმა ის თეირანის მხრიდან მტკიცე პოზიციისა და გაფრთხილებების შემდეგ გაუქმა. მანამდე შეერთებული შტატები სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ირანში ოპერაცია ეპიკური მრისხანებით დასახული ყველა მიზანი მიღწეულია. პარალელურად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. ამ წუთებში აბას არაღჩი მის ჩინელ კოლეგას ხვდება. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის საგარეო უწყების პირველი პირი რუსეთში იმყოფებოდა. $27 დაღუპული და 120-ზე მეტი დაშავებული. რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის რეგიონებზე მასირებული დარტყმებით, დრონებით და რაკეტებით განახორციელეს. დნიპროს, სუმის და ზაპოროჟიეს ქალაქებსა და დასახლებებში ახლა სახანძრო სამაშველო და სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს. სამიზნე სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. ამ ფონზე კიევმა მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებულყო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სამართლიანი მოწოდება. რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ილე ბოლონჯეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში 291 მხარდამჭერი 4 კი მოწინააღმდეგე ყავდა. მედიის ინფორმაციით, თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი ბოლონჯენის მიერ ინიცირებული მკაცრი ეკონომიკური რეფორმები გახდა, რომლებიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას ისახავდა მიზნად. ოპოზიცია მთავრობის ყოფილ მეთაურს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში ადანაშაულებს. Guvernul a fost demisat de Parlament. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური სესია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიღწეული პროგრესი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით გქონდა პატივი წარმოადგინა ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და იმ პრაქტიკის შესახებ, რაც მიგრაციის მიმართულებით არსებობს, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმის ფარგლებში გქონდა საშუალება ორხრივი შეხვედრები გაგვემართა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვისაუბრეთ საერთო გამოწვევებზე და იმ გადაჭრის გზებზე, რომელიც ხელშეუწყობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მნიშვნელოვანია,
რომ დელეგაციის წევრებს და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა საშუალება აქტიურად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს ფორმატებში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებას. ჯანდაცვის მინისტრი მოადგილესთან ერთად ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა. მიხეილ სარჯოლაძემ უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ. იმშელეს გასულ წელს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის გაფართოების შედეგად დამატებული მედიკამენტების ეფექტურობაზეც. მინისტრის განმარტებით უწყების მთავარი მიზანია თითოეული პაციენტის ინტერესების დაცვა. გაგვიზიარეს ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათთვის მიმდინარე ეტაპზე, ერთობლივად განვიხილეთ აღნიშნული საკითხების მოგვარების ღონისძიებები და შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ საქმიანობაზე, რათა მიღწეული იქნეს სასურველი შედეგი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთან კომუნიკაცია, რათა მივიღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია მიმდინარე საკითხების თაობაზე. საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელის შეკეთებაც. პროექტის ღირებულება დაახლოებით 700.000 ლარია. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნენ. ონიაშვილის ქუჩაზე ვაწარმოებთ ასფალტის საფარის რეაბილიტაციას, რომელიც უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო. მთლიანად შეიცვლება და ახალი ასფალტის საფარი დაიგება, შეიცვლება ბორდიურები, მოეწყობა ტროტუარები, ასევე დაზიანებულების რეაბილიტაცია განხორციელდება. საერთო ჯამში 9000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს სამუშაოები და ივლისის თვეში დასრულდება. დღეს გიორგობა მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის სიხსენებს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კი საეკლესიო მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიუაღალეს. საქართველოში გიორგობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ 6 მაისს და 23 ნოემბერს აღინიშნება. მინდა რომ მთელი საქართველო ძალიან ბედნიერი იყოს ამ დღეს, იმიტომ რომ მართლაც უდიდესი წმინდანის ხსენების დღე არის დღეს. დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს, მთელ ყველა ერს არ აქვს მნიშვნელობა. ბედნიერი და გახარებულად იყვნენ და ღმერთმა 100 წელი გაგვითენოს. მშვიდობა იყოს, რაც თავარია მშვიდობა. ყველა გონს მოეგოს და ვიყოთ ერთად სიყვარულს მოყვარული ხალხი. წმინდა გიორგი საკუთარი სიცოცხლე გაწირა ქრისტეს სარწმუნოებისათვის და იგი გახდა ნათელი მაგალითი სიმტკიცის, ძლიერების და ერთგულების. საუკუნეების განმავლობაში დღემდე მოყოლებული ქართველი ერი განსაკუთრებულ მეოხებას და მფარველობას გრძნობს წმინდა გიორგისგან და მის სახელს უკავშირდება უამრავი ტაძარი, დღესასწაულები და ტრადიციებიც კი. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენს უწმინდესაც განსაკუთრებით უყვარდა წმინდა გიორგი. დღეს საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღალყოლადო სამღვდელოების სენაკის საეჭვარო წყოს მიტროპოლიტი შიო ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ქართული თეატრის ამბავი, უცნობი ისტორიები, უნიკალური ფოტოები და მოგონებები ნიკოლოზ წულუკიძემ წიგნად გამოსცა. კრებულის პრეზენტაცია რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა, რის შემდეგაც მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა სპექტაკლის სახელწოდებით ქართული თეატრის ამბავი, ანუ სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრმცოდნეები, მსახიობები, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკოშვილი და სუხიშვილები. იქ თეატრია და მოდი გიქნებ თეატრის სულიერო სემინარიის რექტორი, კაიოს რექტორი და უთხრა. საქართველოში მე-9 წარმოდგენა და საერთოდ მე-16, ანუ 16 ჯერ მოვყევით ქართული თეატრის ამბავი, პირველი ნაწილი. წიგნს აწერია მხატვრულ დოკუმენტური ესე ამბავი, რომელიც ჩვენ რაღაცას მოუყარეთ თავი და წარმოვადგინეთ. მიხარია რომ მოგვეცა შესაძლებლობა რომ კიდევ ერთხელ გვეთამაშა ეს წარმოდგენა და მოგვეყოლა მათზე, ვინც ჩვენთვის ესეთი ძვირფასია ქართველი არტისტების ამ ქარზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამე გააკეთა. ნიკა წულუკიძე ეძებს მუდმივად ახალ ფორმებსა და ხერხებს იმისაც, რომ მოხდეს ქართული თეატრის არა მარტო პოპულარიზაცია, არამედ გააზრება. მიუხედავად ამ საოცარი ტრაგიზმისა, რომ კითხულობ არა მარტო ახმეტელის, არა მარტო რეპრესირებული რეჟისორებისა და მსახიობების ისტორიას, არამედ კითხულობ რა
უმძიმესი ასე ვთქვათ, ტკივილები გადაიტანა მიხეილ თუმანიშვილმა მაშინ როდესაც ქმნიდა უბრწყინვალეს ექსპერიმენტებს და სპექტაკლებს. მიუხედავად ამისა, ქართული თეატრი დღეს არსებობს, დღეს ისევ ლიდერია მსოფლიო სცენებზე. Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში თბილისში Kanye West-ის შოუს აანონსებს. კონცერტი 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება. 2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი გამოსცა, რომელსაც ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა. მათ შორის ლოს-ანჯელესში დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. სწორედ ამ შოუთი წარსდგება არტისტი თბილისში. ბილეთების გაყიდვა 12 მაისს 12 საათზე ტიკეტ-ჯიზე დაიწყება. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს რუსთავი 2.jn და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.